გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ანანა პეტრაშვილი, თქვენ ხართ ჩემს არხზე ანანა vlogs და დღეს მე გაჩვენებთ თუ როგორ გავაკეთოთ ტყლარწი. ჩვენ დაგვჭირდება ამისთვის ფქვილი, ასევე დაგვჭირდება თხევადი საპონი, სულ ერთია როგორი იქნება, დაგვჭირდება შამპუნი, წებო და რამე ერთიც მოურევთ, ანუ მე ფანქარს გამოვიყენებ და რაღაცა ძველი ჯამი, რაშიც გავაკეთებთ, ამაში უკვე მე ჩავყარე ფქვილი. ასე და ეხლა ჩვენ დაგვჭირდება შამპუნი. არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება. ჩავასხოთ. ბევრი რო არ მოგვივიდეს. ასე ეხლა მოვურიოთ. ცოტაც კიდე დავუმატოთ. ასე მოვურიოთ ეხლა. ასე და აი უკვე რაღაცა მასას ვიღებთ, აი აქ უკვე მივიღე მე რაღაც მასა. ასე და ეხლა ჩვენ დაგვჭირდება თხევადი საპონი, თან ძალიან კაი სუნი აქვს. შამპუნს კაი სუნი აქვს. დაგვჭირდება თხევადი საპონი. ასე მოვურიოთ. აი რაღაცა მასა მივიღეთ. კარგად უნდა მოვურიოთ. და ეხლა დაგვჭირდება ჩვენ წებო, მე მაქვს ასეთი წებო, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე თხევადი. თეთრით არ გამოვა. და ეხლა ჩავასხათ წებო. აი როგორც ხედავთ ჩავასხი წებო და ეხლა კიდევ უნდა მოვურიოთ ამას. წებო ბევრი არ უნდა, ცოტა უნდა. კარგად უნდა მოვურიოთ. ასე უკვე დიდი ხანია მე ამას რაც ვურევ. და ასეთი მასა მივიღე. ეხლა ამოვიღებ ამას. აუ ძალიან კაი. ცოტა მეწევება, მაგრამ ეს ხელში თამაშისას გაივლის. ანუ აღარ იქნება მერე ესეთი წებოვანი. და რადგან ეს ძალიან წებოვანი იყო და ხელებს ძალიან მეკრობოდა, დავუმატებ ფქვილი და ეხლა ეს კიდევ კარგად უნდა მოვურიოთ. მე უკვე დიდი ხანია რაც ამას ვურევ და ესეთი მასა მივიღე. ფქვილი გვერდებში ცოტა კიდე დარჩა. აი ასე. და ეხლა ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ ამოვიღოთ ეს ხელში. და აი ასეთი რაღაც მივიღეთ, უკვე ხელში ვათამაშებ. ფქვილიც გაშორდა და ხელშიც ძალიან სასიამოვნოა. ეს დასწრილი რომ აქ ხელი გაკეთების დროს იმას მქნა ის საერთოდ აღარ რჩება ხელებზე. ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგია. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.